მე რომ აღმოაჩინე ეს დაავადება მქონდა. მე დავიწყე სივრცის ძებნა ქალების, რომლებიც გამიზიარებდნენ მათ გამოცდილებას. იმიტომ რომ ონკოლოგი არის ექიმი. ონკოლოგი არ გადის ამ პროცესს შენთან ერთად. ონკოლოგი გადის პროცესს, რომ შენ გამოგაჯამთელოს. მაგრამ იმის უკან ის ემოციურ ბმაში არ არის ამ ვირუსთან. და მჭირდებოდა ქალები, რომლებიც ემოციურ ბმაში იყვნენ. ვერ ვნახე. TikTok-ზე დაუწყე ვიღაცა. TikTok-ზე საერთოდ საქართველოში არც ერთი, ანუ საერთოდ ვერ ვნახე ქართველი, რა ქვია მაგას, TikTok-ერი, ვინც თქვათ ღიად საუბრობს ამაზე, რომ უბრალოდ მენახა და მიმეწერა, კითხვებზე პასუხი მინდოდა. იმიტომ რომ იქ მოდის იმდენი წვრილმანი მოდის, რომელსაც არც ერთი ონკოლოგი არ ეტყვის. არა აქვს გამოვლილი. ხო, მე პირველ ქიმიაზე ვიჯექი და ყინულებს წუწნიდი. და რატო რომელიღაც არ ვიცი ბრიტანელმა კიბოს დამარცხებულმა მომწერა, რომ აი ძალიან გაგიარდიულდებაო ქიმიაო, იმიტომ რომ ეს ჯერ გემობრივი რეცეპტორები არ დაგეკარგებაო, მე აი ეს დოქსორუბიცინი, რაც აი Red Devils რო ეძახიან, ნუ ეს არის საშინელი პრეპარატი და მაგრამ ეს საშინელი პრეპარატი გვაძლევს სამომავლო ცხოვრების საშუალებას. ხო, აქვს ძალიან ბევრი უკუჩვენება. იგივე რაღაცა, აი პირის ანთებითი პროცესები და ეს აი ამ წვრილმანებამდე ჩავდიოდი. ამას არ გეტყვის ექიმი.